აი მეექვსე სართულზე ჩემი ფანჯარა პირდაპირ უყურებს ადგილს, სადაც ჩემი შვილი დაეცა. უყურეთ ამ ყველაფერს დიახ, ყველაფერს უყურებ. დაინახეთ ადამიანები, რომლებმაც გასროლა განახორციელა. დავინახე ყველაფერი დიახ. 21 წლის შვილის მკვლელობას ინგა კვარაცხელიამ საკუთარი სამზარეულოს ფანჯრიდან უყურა. დაინახა და ამოიცნო შეიარაღებული თავდამსხმელებიც, რომლებმაც მის შვილს 17-ჯერ ორი სხვადასხვა იარაღიდან ერთდროულად ესროლეს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ. გააჩერა მანქანა, აი გზაზე, ელოდებოდა მეგობარს, დამნაშავებმა დაინახეს ჩემი შვილი, გადმოვიდნენ ისინიც, ორი ერთად ისროდა მოკლედ. როდესაც ჩამოხვედით, რა ხდებოდა ადგილზე? დამნაშავეებმა დატოვეს წასულები იყვნენ, დიახ, პეკინის მიმართულებით დაიძრა მანქანა. ამოიცნობთ ამ ადამიანს? აუცილებლად. ანუ კამერების ჩანაწერი მე მაქვს ნანახი, რომელიც დღესდღეობით გამქრალია. ყველაფერი ჩანდა, ეს გამქრალი აღარ არის. გიორგი კვარაცხელია დედის, თვითმხილველების და სათვალთვალო კამერების წინ, თბილისის ცენტრში, ბუდაპეშტის ქუჩაზე 2015 წლის დეკემბერში მოკლეს. რეზონანსული მკვლელობის საქმე ქართული ოცნების პოლიციამ მალე გამოიწია. სავარაუდო დამნაშავეების კვალზეც გავიდნენ, მაგრამ გავლენიანი მფარველების ჩარევის შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს და ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. საქმე გახსნილი იყო, მაგრამ ყველანაირად დაგვიბლოკეს, არ მიგვიშვეს არცად. თაროზე შემოვიდა ჩვენი საქმე. მფარველობდნენ მაღალჩინოსნები. 11 წლის განმავლობაში ყველა საგამოძიებო უწყებაში და ახლა უკვე საჯაროდ ინგა კვარაცხელია შვილის მკვლელებად მთაწმინდელ თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძეს ასახელებს. შვილმოკლული დედა შაბათის ეთერთან პირველ ინტერვიუში ყვება, როგორ მოუწყვეს ეგრეთ წოდებული მთაწმინდის საძმოს წევრებმა მის შვილს ჯერ ჩასაფრება, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს. ეგ არის ჯგუფური მკვლელობა, მაგრამ ინიციატორი მკვლელობის არის თორნიკე კაჭარავა. მაგრამ თანამონაწილეა აუცილებლად დეკანოსიძე. ეგ იყო ჯგუფური მკვლელობა. თქვენ დაინახეთ, რომ ორივე ისროდა იარაღი. აი, ნახეთ რა მარტივად ჩანს ჩემი ფანჯრიდან, ყველაფერი დავინახე. თორნიკე კაჭარავა და დავით დეკანოსიძე მკვლელობის დროს, რომ ნამდვილად ბუდაპეშტის ქუჩაზე იყვნენ და იმ ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საიდანაც გასროლა მოხდა. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული საქმის მასალებითაც დასტურდება. 11 წლის წინანდელ საგამოძიებო ფაილებში ჩვენ აღმოვაჩინეთ მოწმის ჩვენება, რომელიც სროლა შეესწრო და გამომძიებლებს იმავე დღეს უთხრა, რომ დავით დეკანოსიძე ამოიცნო. გადავადგილდებოდი ბუდაპეშტის ქუჩაზე. შემომესმა მიჯრით გასროლის ხმა. როდესაც შემოbrunდი დავინახე საშუალო აღნაგობის პირი. ის იჯდა BMW-ს ფირმის ავტომობილში და ტერიტორიას სწრაფი სვლით დატოვა. ფოტოსურათით ჩატარებული ამოცნობის დროს მე ამოვიცანი დავით დეკანოსიძე. ოქროს მოწმე დავით ბოჭორიშვილი ახლა გარდაცვლილია, მაგრამ მისი ჩვენების გარდა საგამოძიებო უწყებას ჯერ კიდევ 2015 წელს სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ კიდევ არაერთი პირდაპირი სამხილი ჰქონდა. მათ შორის ვაჟა-ფშაველას გამზირზე იპოვეს დეკანოსიძის კუთვნილი ავტომობილი. საგამოძიებო მოქმედებების დროს კი დადასტურდა, რომ მანქანის სალონში და საქარე მინაზე აღმოჩენილი მასრები იმავე იარაღიდან იყო გასროლილი, რომლითაც 21 წლის გიორგი კვარაცხელია მოკლეს. ავტომობილიდან ამოღებული იქნა მასრები, ასევე მასრები იქნა ამოღებული მკვლელობის ადგილას. აღნიშნული მასრები დადგენილი არის ექსპერტის მიერ, რომ ერთი და იგივე იარაღით მოხდა მოკლედ ამ მასრების გასროლა. ავტომობილში, რომლითაც გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელებმა ბუდაპეშტის ქუჩა დატოვეს, ექსპერტ კრიმინალისტებმა იპოვეს სიგარეტის ნამწვი და აღმოაჩინეს დენთის კვალიც. ექსპერტიზით კი დადგინდა, რომ სამხილებზე აღმოჩენილი გენეტიკური მასალა თორნიკე კაჭარავას ეკუთვნოდა.
დავით დეკანოსიძის კუთვნილი ავტომობილის შხრეკის დროს ნაპოვნია სიგარეტის ნამწვი. ასევე ჭრის მარცხენა ზედაპირიდან აღებულ ანაწმენზე აღინიშნება დენთის კვალი. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბიომასალის გენეტიკური პროფილები ეკუთვნის თორნიკე კაჭარავას. ამ პირდაპირ მტკიცებულებების მიუხედავად თორნიკე კაჭარავა და დავით დეკანოსიძე თვეების განმავლობაში გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. მოკლულის ოჯახი და ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ ხელშეუხებლობის გარანტიამ მკვლელობის სავარაუდო ფიგურანტებმა ძმებ მიქაძეებს და ჯოხაძეებს თხოვეს, რადგან დაზარალებულების განცხადებით თორნიკე კაჭარავა მათი ახლო გარემოცვის წევრი იყო. ეს იყო ერთი სამეგობრო წრე. ვინები აი გითხარ? მიქაძეები, თორნიკე კაჭარავა, სოსო და გიორგი ჯოხაძე, ძმები ჯოხაძეები. კაჭარავა კონკრეტულად კაჭარავა არც ფარცხალაძე, არც ჩოხელი არ იცნობდნენ, უბრალოდ ძმებმა მიქაძეებმა, ძმებმა ჯოხაძეებმა დააკავშირეს ჩაფარცხეს აღნიშნული მკვლელობა. ეს ინფორმაცია თქვენ როდის მოიპოვეთ? ახალი გამოძიების ფარგლებში თუ მანამდე? ნელ-ნელა წლების მანძილზე მოდიოდა ჩვენთან ეს ინფორმაცია, უბრალოდ მაგ პერიოდში ჩვენ ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელით, ვინაიდან საქმე იყო დაბლოკილი. და მაშინ ფარცხალაძეს გავლენები ჰქონდა. ძალიან დიდი. საქმის ჩაფარცხვის და საგამოძიებო უწყებაში დალაგების სპეცოპერაცია მოკლულის ოჯახის ინფორმაციით საბოლოოდ ოთარ რომანო ფარცხალაძემ გადაიბარა, რომლის არაფორმალური გავლენებიც იმ პერიოდში ქართულ ოცნებაში განუსაზღვრელი იყო. თავისუფლად შესაძლებელი იყო, რომ პირებისთვის წაეყენებინათ ბრალი. თუმცა ზუსტად იმ დროისათვის, როდესაც კაჭარავას საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, ჯოხაძეების და მიქაძეების თხოვნით, მოკლედ მოხდა ფარცხალაძის მიერ ამ საქმის შესაბამისად შეკერვა და მიჩქმალვა და თაროზე შემოდება. ფარცხალაძემ ფული აიღო, ესე ჭუია ოჯახს. თითქმის 100%-ით იციან, რომ ფული არის აღებული, საკმაოდ სოლიდურ თანხაზე იყო საუბარი, რომელიც იყო გადახდილი ამ საქმის დალაგებაში. ხარვალებმა აიღეს ეს თანხა, ესე ჭუიგა. არ დავკონკრეტდები, რომ გამოძიებას ხელი არ შეუშალო, კონკრეტულად თანხას მე ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გეტყვით ერთს, რომ არის ძალიან დიდი თანხა გადახდილი. ეს არ არის 100,000, არც 200 და არც 300 და არც 400. ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო კავშირს საქმის გაყალბებასთან გიორგი კვარაცხელიას ადვოკატის თქმით, თორნიკე კაჭარავას და მიხეილ ჩოხელის საზღვრის კვეთის დოკუმენტებიც ადასტურებს. უფლებადამცველი გვარწმუნებს, რომ სწორედ ფინანსური პოლიციის იმდროინდელი მაღალჩინოსანი და ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირი მიხეილ ჩოხელი იყო ის ადამიანი, რომელმაც თორნიკე კაჭარავა მკვლელობიდან მალევე სომხეთის საზღვარზე გადაიყვანა, სადაც სავარაუდოდ ის თვეების განმავლობაში დარჩა. დადასტურებული ფაქტი არის ის, რომ მიხეილ ჩოხელის მიერ მოხდა კაჭარავას გადაყვანა, ვიდრე კაჭარავა იქნებოდა მისული გამოკითხვაზე. სომხეთში. ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე თავისთავადად არ მოქმედებდა არასოდეს. მისი ვალდებულება იყო დაერეკა ვინმესთვის, ეთქვა, რომ ეხლა ესა და ეს პირები გადაუშვი საზღვარზე, ისე რომ პრობლემა არ შექმნოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სუსტად ასე მოხდა. კი, ეს იყო მიხეილ ჩოხელი, რომელიც დადასტურებული ფაქტი არის. შესაბამისად, დანარჩენი დადასტურებული არის პოლიციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, რომ სუსტად კი ერთად კვეთენ შესაბამისად საზღვარს. ჩოხელი და კაჭარავა. ახლა ჩნდება კითხვა, გავლენიანი მფარველების გარეშე როგორ შეძლო კაჭარავამ, რომლის წინააღმდეგაც მკვლელობის საქმეში პოლიციას არაერთი სამხილი ჰქონდა ქვეყნის დატოვება. დაზარალებულის ოჯახი ამბობს, რომ ეს დრო ფარცხალაძემ საგამოძიებო უწყებებში საქმის დასალაგებლად და ფალსიფიცირებისთვის გამოიყენა. ფაქტს ადასტურებს კაჭარავას გამოკითხვის ოქმიც, რომელიც საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ კვარაცხელიას მკვლელობიდან თვეების შემდეგ მიიყვანეს. მხოლოდ მას შემდეგ ჩამოდის, როცა საქმეში უტყუარი მტკიცებულებები ქრება. პოლიცია ამ შემთხვევაში მტკიცებულებებს თავისთავადად არ გააქრობდა, თუ არა ის გავლენიანი პირები
პირდაპირ მტკიცებულებების მიუხედავად თორნიკე კაჭარავა არ დააკავეს. გამოკითხვის დროს კი თავად მკვლელობასთან კავშირი სრულად გამორიცხა. დამაზუსტებელი კითხვები მისთვის არც გამომძიებელს არ დაუსვამს და კრიმინალური პოლიციიდან სახლში გაუშვა. ამ ფაქტიდან 11 წელი გავიდა და პროკურატურამ საქმის გამოძიება მხოლოდ ახლა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ ოთარ ფარცხალაძე ნომერ 1 მტრად გამოაცხადა და ჯანგველაძის საქმეზე ბრალდებაც წარუდგინა. ჩვეულებრივად მის საჩვენება თითქოს არაფერი გამოვიდა და მას შემდეგ ჩაიდინა არაერთი დანაშაული. მაგრამ იყო ხელშეუხებელი. აბსოლუტურად ხელშეუხებელი. წარუდგენენ თუ არა ახალ ბრალდებას ფარცხალაძეს, ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს. მოკლული გიორგი კვარაცხელიას ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ექს-გენერალური პროკურორის და მისი საძმოს წინააღმდეგ იმ გამომძიებლების და პოლიციელების ჩვენებებიც გაჩნდეს, რომლებსაც სავარაუდოდ ფარცხალაძემ საქმის გაყალბების დავალება მისცა. პოლიციელები ამაში დიდ როლს შეასრულებენ, რა თქმა უნდა, თუ ვის მიერ ხდებოდა და ვინ ფარველობდა უშუალოდ ამ საქმეს და ვისი ფარველობის ქვეშ მოხდა და ვისი თხოვნით მოხდა უშუალოდ ამ ყველაფრის გაკეთება. მისცეს თუ არა ჩვენებები ექს-პროკურორის წინააღმდეგ გამომძიებლებმა და რჩებიან თუ არა ისევ სისტემაში სავარაუდო უკანონო ბრძანებების შემსრულებლები. ამის გარკვევას ახლა გაგარინის პოლიციაში ვცდილობთ. სწორედ ეს განყოფილება იძიებდა თავდაპირველად 2015 წელს რეზონანსული მკვლელობის საქმეს. გამოკითხეს თუ არა თანამშრომლები თუ გაქვთ ინფორმაცია? იმიტომ რომ ეს საქმე ამ პოლიციამ გახსნა პრაქტიკულად იმ პერიოდში, მაგრამ დამნაშავეები არ დააგდო. ვერ გეტყვით მაგაზე, ნამდვილად არ აქვს პასუხი. ფარცხალაძისგან იღებდნენ დავალება. როგორ გეკადრა ფარცხალაძის? საქმის გაყალბებასთან ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის კავშირს მათი ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს და ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ყველაფერს მართლა აქვს თავისი დასასრული, ასეთი აბსტრაქტული და ბელეტრისტიკური განცხადებებით, ალბათ ჩემმა კოლეგებმა თავი უნდა შეიკავოს. თორნიკე კაჭარავა სასჯელს ახლა გლდანის ციხეში სხვა დანაშაულისთვის იხდის. მანამდე 24 წლიანი პატიმრობა ჰქონდა დაუსრებლად მისჯილი გრიბუედოვის ქუჩაზე 19 წლის სანდრო გოგიბერიშვილის მკვლელობის გამო, მაგრამ 2015 წელს უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და საქართველოში დაბრუნდა. მაშინ ამ შეცვლილმა ვერდიქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და კაჭარავას მფარველებთან დაკავშირებით კითხვებიც გაჩნდა. ახლა თორნიკე კაჭარავა 11 წლის შემდეგ ბრალის წარდგენა გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ელოდება. მისი პოზიციის შესახებ ადვოკატმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა, ამიტომ შაბათის ეთერმა დაკავშირება კაჭარავას დედასთან სცადა. თუმცა ვერიკო ბაზიერმა ჩვენს შეტყობინებებს არ უპასუხა. გაქცეულია და მიმალვაშია გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის კიდევ ერთი სავარაუდო ფიგურანტი დავით დეკანოსიძეც. დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ ძმებ მიქაძეების და ჯოხაძეების ადვოკატებიც. მე მაქვს მტკიცებულება იმისა, რომ 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით გიორგი ჯოხაძე იხდიდა სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე მტკიცებულება იმისა, რომ მას ჰქონდა შეზღუდული გარე სამყაროსთან, ჰქონდა აკრძალვა და ჰქონდა შეზღუდული ზარები. შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი ჯოხაძეს ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად არანაირი შემთხვევა არ და ვერც ექნება. სოსო ჯოხაძესაც ახსენებენ ისინი, რომ ერევანში სოსო ჯოხაძე მაშინ ცოცხალი იყო, რომ ჩაიყვანა ჩოხელმა კაჭარავა სოსო ჯოხაძეს. არა, სოსო ჯოხაძე საკმაოდ კაი ხნის წასული იყო, იმყოფებოდა უკრაინაში. თუ კი ვსაუბრობთ, რომ ამ სრულებლების მიმართ არსებობს გარკვეული მტკიცებულებების სტანდარტი, რომ მკვლელობა მათი მხრიდან არის ჩადენილი, ეს რატომ ნიშნავს აუცილებლად, რომ ამ მკვლელობასთან რაიმე კავშირი შეიძლება და ჰქონოდა ასევე ძმებ მიქაძეებს, თუ აქ არ არის ერთი კონკრეტული მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტჯერ ნეგატიურ და ცილისწამებლურ კონტექსტში იყვნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მოხსენიებული. შაბათის ეთერის ინფორმაციით თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძის წინააღმდეგ პროკურატურა სამხილებს ინტენსიურად აგროვებს. შესაძლოა დამატებითი ბრალდება უახლოეს პერიოდში საქმის ფალსიფიცირების გამო ოთარ რომანოვ ფარცხალაძესაც წარედგინოს, რომლის სახელს ქართული ოცნება ამ ქვეყანაში მომხდარ არაერთი მკვლელობის ჩაფარცხვას უკავშირებს.